პროფესიონალური რჩევები და მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარება. გადაცემა ნოვა. მათთვის, ვინც დაკავებულია რემონტითა და მშენებლობით. თქვენს აქტუალურ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში პროფესიონალები უპასუხებენ. ნოვა. დაზოგეთ დრო, იყიდეთ ხარისხი. თქვენ უსმენთ გადაცემას ნოვა, წამყვანი ზაზა ჭითანოვა გახლავართ, მოგესალმებით სტუმართან, კომპანია ნოვას აღმასრულებელი დირექტორ მინურ აბულაძესთან ერთად. შევაჯამებით გამლილ წელიწადს, რამდენად ნაყოფიერი და პროდუქტიული იყო იგი კომპანიისთვის და ძირედად ალბათ იმედია გაგვანდობთ კიდევაც თქვენს უახლეს სამოქმედო გეგმებსაც. თემის გაშლამდე კი რადიო მსმენელს შევახსენებ, რომ ჩვენთან ურთიერთობისთვის უნდა აკრიფოთ ნომრები 917778 და გამოაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება, SMS-ით რადიო იმედს კომპანია SMS-ს უზრუნველყოფს, SMS გზავნის ღირებულება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასში ადგენს. გარდა ამისა, პირდაპირ ეთერში მოსახვედრად შეგიძლიათ დარეკოთ რადიო იმედში ნომრებზე 292 1188, 292 1199 და დასვათ კითხვები ან შეგვეხმიანეთ Facebook-ის გვერდზე, ქართული ასოებით Facebook-ში აკრიფეთ ნოვა. ნოვა. დაზოგეთ დრო, იყიდეთ ხარისხი. მოკლედ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კომპანია ნოვას აღმასრულებელი დირექტორი ბატონ მინურ აბულაძე გსტუმრობს. პირველ რიგში ალბათ ჯობია უპრიანი იქნება დავიწყოთ დიალოგი, როგორი ტიპის საახალწლო აქციებს თავაზობთ მომხმარებელს, როგორ არის ჩართული წინა საახალწლო ბუმში კომპანია ნოვა. ასე უნდა მოგახსენებთ, პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს რადიო მსმენელს, მოხარული ვარ რომ დაწუნდათ მოგიწვიეთ. ლოცავ დღევანდელ დღეს ნიკოლოზობას ჩვენც შემოგიერთდებით ამ ლოცვაში. და მე ასევე მინდა ვისარგებლო, რომ რადიო იმედი უკვე 13 წლის არის და ამ ლოცვასაც შევერთები, რამდენიმე დღეს გქონდათ ეს იუბილე და წარმატებებს გისურვებთ თქვენს და შემოქმედებით ჯგუფს და რაც ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იყო წინა წელს და შედგება ამ წელს და შედგება მომავალშიც გავაგრძელებთ ამ თანამშრომლობას. რა თქმა უნდა, მოგახსენებთ იმ სიახლეებზე იმ საახალწლო აქციებთან დაკავშირებით, რასაც კომპანია ნოვამ შეუერთდა თლეთქებაში. ჩვენი კომპანია აქტიურად ექცევა ასეთ აქციებთან დაკავშირებით ჩვენს აქტიურ მკითხველებს და კლიენტებისთვის მუდამ გვინდა რომ გავანებივროთ და შევთავაზოთ ხარისხიანი და კარგი პროდუქცია და შესაბამისად ეს გონივრულ ფასში. ჩვენ დაანონსებული რადიო რეკლამა აქციების შესახებ თქვენს ეთერში ტრიალებს 2014 წლის 1 დეკემბრიდან და ჩვენ შევძელით რომ კარგი ამ მithumetes იმ პერიოდში როცა საკმაოდ დოლარის კურსის რყევა მოხდა ჩვენ დაანონსებული ფასები არ შეგვიცვლია და შეინარჩუნეთ ამ ეტაპისთვის და ჩვენ იმედია რომ ეს კურსი შენარჩუნდება და ჩვენაც ვუცეთ საშუალებას რომ ჩვენი კომპანია დამოკიდებული იმპორტზე და შესაბამისად იმპორტზე et შევუტანო პროდუქციის ფასი ყარვალუთაზე განისაზღვრება და ამიტომ შესაბამისად ჩვენაც ამ თემასთან დაკავშირებით ხშირად ვერ ვაკეთებ ლავირებას. აქცია, საახალწლო აქციები და იგეგმა ჩვენიც ყველაზე მთავარ მიმართულებზე ეს არის სასახურავო მასალა, მეტალოგრანიტზე და პროფნასტილზე, ასევე კერამოგრანიტზე, ასევე ლამინატზე, ის სააბაზანო აქსესუარებზე და იმ ძირითადი ახალი მიმართულებებზე, რომელსაც ნოვამ უკვე ფეხი აუდგა და წელს საკმაოდ ბევრი კლიენტი გაგვიჩნდა ამ კუთხით. ფასები, როგორც დაანონსებული იყო, ის არის შენარჩუნებული და შენარჩუნება წლის ბოლომდე იმედია და ჩვენს ყველა მსურველს და იმით ვინც დაინტერესებულია რემონტი დაასრულოს, ახალ წელს დასრულებული რემონტი შეხვდეს და ეჩქარება ეს შეუძლიათ მოგზაურდეთ ნოვაში, ბათუმის და თბილისის შოურუმებში და ხდებათ კეთილგანწყობილი ჩვენი კონსულტანტები, გაკვეთების მენეჯერები და მზადარია რომ დაანონსებულ ფასებში თქვენ მოგემსახურონ და გადმოგცემთ თქვენთვის სასურველი ნივთი. გასაგებია. იგივე ის პროდუქცია, რასაც თქვენ იქ ნედლეულიც მაინც იმპორტზე ხარ დამოკიდებული და შესაბამისად იქაც ვერ ავხვალთ ამ ყველაფერს. ჩვენი კომპანიის დევიზი არის რომ ვიყოთ პირველები და ყოველთვის გონივრულ ფასში შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს და ჩვენთან აკეთებ პროდუქცია იქნება მართლაც პირველი ხელისგან და შესაბამისად ეს იქნება გონივრული ფასი და ყველა აქცია გამოდის ზუსტად ამ ყველაფრიდან და მე შემიძლია ზუსტად მოვიდა დრო იმაზე ვისაუბროთ რომ კომპანია უკვე 8 წლის დაფუძნებიდან უკვე 8 წელი წავიდა საკმაოდ წარმატებულია და ეს წარმატებები არა მარტო იმპორტით, არამედ ექსპორტით, არამედ ადგილზე სამშენებლო მასალების წარმოებით რამდენიმე მიმართულება აქვს კომპანიას აღებული
კონკრეტულად ეს არის იმპორტი, ეს არის ექსპორტი, ადგილზე წარმოებული პროდუქცია და შესაბამისად ამის ექსპორტი და ჩვენი იდეა და ზოგადად დამფუძნებლების და კომპანიის მენეჯმენტის იდეაც ის არის, რომ ბაზარს შევთავაზოთ სამშენებლო ხარისხიანი სამშენებლო მასალები. შესაბამისად ტრეიდერული კომპანიიდან ჩვენ გადავიდეთ შემდეგ როგორც წარმოებლელი კომპანია და მივდაწოდოთ პროდუქცია ჩვენს მოქალაქეებს დამზადებულია საქართველოში ჩვენთან და ამის პრეცედენტი ჩვენ უკვე რამდენიმე წელია დაგვიგებდა ეს გამოცდილება და თუნდაც იქ თუნუქის წარმოება არის შემოტანილი ჩინური და თურქული და კორეული და იტალიური და სხვა ისეთი წარმატებული ბრენდების ედლეული შემოგვაქვს რომლიდანაც შესაბამისად ხარისხიანი პროდუქცია იწარმოება და შესაბამისად ესეც დამოკიდებულია დოლარის კურსთან. ასევე ჩვენ ვაწარმოებთ უკვე მეორე წელი დაიწყება სულ ახლახანს დავიწყეთ იტალიური დანადგარით აღჭურვილი პლასმასის წყლის ავზების ერთ-ერთი საუკეთესო დანადგარით, რომელიც 100-დან 5,000 litrამდე ტევადობის სხვადასხვა ფორმის, ზომის და მოცულობის ახსოვს ვაწარმოებთ და შესაბამისად ეს მასალაც მექსიკური წარმოების მასალა, რომელსაც შესაბამისად ვალუტას ვიხდით და გამომდინარე აქედან დამოკიდებული ეს ყველაფერი კომპანიის არჩევანი იყო ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ რომ მივახციოთ მაღალი ხარისხის წყლის აუზები, რომელსაც ბაზარზე ჩვენ გინდა შევთავაზოთ, ამისთვის არის საჭირო თანამედროვე ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, რომელიც ეს არის ევროპული ტიპის მანქანა-დანადგარები, რომელსაც დღევანდელობას პასუხებს და უპასუხებს რამდენიმე წელს კიდე და ასევე პირველი ხარისხის მისაღებად საჭირო არის რა თქმა უნდა ნედლეული საუკეთესო. თუ ეს ნედლეული გაქვს საუკეთესო, შესაბამისად აწარმოებთ ხარისხიან პროდუქციას. ჩვენ უკვე კომპანიამ შესაბამისი ლოგო დავიტანეთ პლასმასის ნაკეთობებზე და ჩვენი მომხმარებელი აუცილებლად ნახავს ბაზარზე შესაბამისად ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტის, ISO სტანდარტის ნიშანი დადევს ჩვენს კომპანიის დამზადებულ წყლის აუზებზე. ეს არის საწარმოო სტანდარტი, რომელიც მკაცრად გადაცული გვაქვს რა პროცედურებს გაივლის წყლის აუზი წარმოების დროს და ასევე ჩვენი საფირმო ლოგოა დევს და ის litrაჟობა რა litrაჟის გამოცულობისაც არის ეს წყლის აუზი. გამომდინარე აქედან სხვა ანალოგებთან შედარებით შეუძლია ჩვენს მომხმარებელს განასხვაოს ჩვენი ხარისხი და უხარისხო და ასევე და ჩვენი მუდამ იქნება ამ გადაცემის მომზადების და ჩვენი ერთობლივი ამ პროექტის განხორციელების მთავარი მიზანიც ეს იყო, რომ ჩვენ მოსახლეობისთვის, აქტიური მომხმარებლისთვის, იმ რემონტით დაინტერესებულ ადამიანებისთვის შეგვეთავაზებია სამშენებლო მასალები ხარისხიანი. სამშენებლო მასალები თუ იქნება ხარისხიანი, რემონტსაც თუ პროფესიონალი გააკეთებს ჩვენს მოქალაქეებს, ამაში დახარჯული თანხა დიდხანს მოემსახურება თავის ოჯახის კეთილმოწყობის დროს. რესპონდენტებთან ერთად, მოწვეულსტუმრებთან ერთად, ანუ ჩვენი გადაცემაც პრინციპში ასე თქვა გადაცემა ნოვა არის გაგრძელება ამ თქვენი სტრატეგიისა გარკვეულწილად. თქვენ სთავაზობთ მაღალი ხარისხის პროდუქციას, ამზადებთ ამ პროდუქციას ან სთავაზობთ იმპორტირებულს და გარდა ამისა ინფორმირებულობის ასამაღლებლად ჩვენი რადიოს მეშვეობით ვაწვდით ინფორმაციას და ამისთვის ჩვენ გიხდით მადლობას და ჩვენ ამას გავაგრძელებთ და ვეთქვით რომ მადლობა თქვენ რომ ამის საშუალება გვეძლევა. გარდა იმისა რომ ჩვენ მოყავს თქვენი კომპანიის წარმომადგენლები, ჩვენ მოგვიყვანია საერთოდ კომპანიასთან შეხების არ მქონია ადამიანები არაერთხელ იმ მიზნით რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდო მომხმარებელს რომ მან სწორი არჩევანი გააკეთოს და სწორად განსაზღვროს რომ ჩვენი იდეაც ზუსტად მე გიყო რადიომსვლელები ახლა ვინც გვისმენს და ადრესაც მოუწმენი ამ გადაცემისთვის რომ დაფიქრდეს და თქვას რომ ნახეთ არის კომპანიები არის იმედი რომელსაც ფიქრობს რომ ბაზარზე გქონდეს ხარისხიანი პროდუქცია და ამ ცნობადობის გაზრდისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ხო? ბოლოს თქვენი ორგანიზებით იზოჯამთან თქვენ პარტნიორთან ერთად რომელიც წამყვანიათ ფოსაიზოლაციო მასალებში ყოველ შემთხვევაში ჩვენ რეგიონში და მსოფლიოში მას ალბათ მსოფლიოს მასშტაბით თავისი ნიშა აქვს მასთან ერთად თქვენ გქონდათ ძალიან საინტერესო კონფერენცია შევახსენებთ რადიოსვენელს ორ ეტაპად გქონდათ დაყოფილი ბათუმსა და თბილისში და ეს არ იყო ვიწრო სეგმენტზე გათვლილი თქვა სამშენებლო სფეროში დასაქმებულებზე გათვლილი გარდა ამ ადამიანების რა თქმა უნდა მათთვის ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია რომ იცოდნენ რომ რა ტიპის პროდუქციები არის შესათავაზებელი შემდგომ მომხმარებლისთვის თქვენ ყავდათ სტუდენტები თქვენ ყავდათ ადამიანები რომლებიც ხვალ და ზეგ ჩაანაცვლებენ
აი ამ სამშენებლო კომპანიას წარმოებელ იმპორტიორებსაც იგივე და ამ ადამიანებს ეკნებათ ინფორმაცია მარტო ის რა დღის რომ სამხატვრო აკადემიასთან გააფორმეთ მემორანდუმი, სადაც აუდიტორია მოეწყობა და ეს აუდიტორია მისცემს იმის საშუალებას სტუდენტს რომ იდეის დონეზე და თეორიულად არ იყოს ლაპარაკი, ხო? ლექტორ მასალებლებს, არქიტექტორებს, პრაქტიკოსებს მიეცემათ სტუდენტებს დაინახონ და არა ვირტუალურად ისაუბრონ ვიღაცა თოიზოლაციის მასალებზე და თანამედროვე ენერგოეფექტურის მასალებზე. ასევე იქნება იქ თვალსაჩინო მასალები, საპრეზენტაციო მასალები იქნება, ელექტროინფორმაცია და ეს ჩვენ მოგცემს საშუალებას რომ გავზარდოთ მომავალი კარგი არქიტექტორი და მშენებლები, რომელმაც უკვე იციან დამთავრების შემდეგ თუ რა არის დღეს მოქმედი ენერგოეფექტური სახლები, რას ნიშნავს ენერგოეფექტური სტუდენტების გარდა მეც მაგალითად რო გავიგო იქ რაღაცა იქნება სემინარი ინფორმაციისთვის, ხო? მეც სიამოვნებით წავალ დავждები იქ სადაც კუთხეში და მოვისმენ რომ მაგის ავანგარდში ვიქნებით თვალებადი არის დღევანდელი ტექნოლოგიური სიახლეები რომ ჩვენც უნდა გავიზარდოთ ინფორმაცია მეტი მივიცისოთ მე დავამთავრებ რითიც დავიწყე ისიც თქმა მინდა რომ თქვენ გარდა იმისა რომ ამ მასალებს ყიდით და სთავაზობთ მომხმარებელს აკეთებთ ერთ კარგ საქმეს რომ საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოთ ფაქტობრივად აი ამ მასალების გავრცელებისთვის და ამისთვის მადლობას გიხდით ეს საზოგადოებისთვის გაღებული წვლილია ფაქტობრივად მაქსიმალურად ინფორმაციებს დავდებთ და განვაახლებთ ახალი წლიდან გეგმავთ როგორც და აბსოლუტურად ყველა სიახლე რაც თუ ხდება იუზოჟამში ახალი ტექნოლოგიები რაც თუ იმედის ეს იქნება სამხატვრო აკადემიაში ერთ-ერთი მემორანდუმის ერთ-ერთი მხარესთან როგორც ლექტორებისთვის ისე თქვენთვის და ასევე ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც ჩვენს ვებგვერდზე შევა და ნახავს რიგითი ადამიანებისთვის იქნება საშუალება რომ დღეს მოქმედი თანამედროვე ერთ-ერთი თურქული წარმოების იზოჯამის კომპანია ეს არის ფრანგული ბრენდი დღეს რას აკეთებს დღეს ენერგოეფექტური პრობლემების გადაწყვეტის საკითხში რა ამ ინფორმაციის მიწოდებისთვის ჩვენ მზად ვართ რომ ვითანამშრომლოთ და გავაკეთოთ ყველაფერი. ესე იგი ყველა ეტაპობრივად მივედით იქამდე რომ შევაჯამოთ თქვათ განვლილი წელიწადი. თქვენ ალბათ თქვენი ხედვა გექნებათ ჩემთვის როგორც აი გვერდიდან გულშემატკივრისა, ჩემი დასკვნით ალბათ მნიშვნელოვანი ამ წელიწადს თქვენი მხრიდან რაც არის რომ იგივე ავზები თქვენ წელს არ დაგიწყეთ ჩარშენად გქონდათ მაგრამ წელს ეს ავზი უკვე არის თავისი ნიშნით. აი ეს სასაკოლო ნიშანი მე მგონი არის თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი. ჩვენ ამას ვაკეთებთ და 2015 წლიდან ჩვენი მომხმარებლები ნახავენ ნოვა სასაკოლო ნიშნით ჩვენი სიმბოლოთი გამოხატულ ყველა პროდუქციას, როგორც იქნება თაბაშირ მოყავას პროფილების აქსესუარები, ასევე იქნება სასახურავი მასალებზე დატანილი და ასევე იქნება წყლის ავზებზე, რომელსაც დამზადებულია საქართველოში, დამზადებულია ნოვაში და დამზადებული ნიშნავს, რომ ამ წარწერის ქვეშ ჩვენ მოვიაზრებთ ძალიან ბევრ ამის, ძალიან ბევრი ადამიანის შრომას, ძალიან ბევრ ამების თემებას, რომელსაც ამ სიკეთემდე მიგვიყვანს. ძალიან კარგია წარმატებებს გისურვებთ. ეს იყო ჩემი ხედვა და ჩემი შეფასება. თქვენი აზრით რა იყო თქვათ განვლილ წელიწადში ნოვასთვის ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი და შედეგიანი განსაკუთრებული? ვიცი, მე პირველ რიგში იმას გამოვყავდი, რომ კომპანია 8 წელს გახდა წელს და ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში და ამ საქმეს გულდასმით მუხშავკვლელად კუთხით ვაკეთებთ და გავაკეთებთ ამ ყველაფერს. ბევრი ახალი იდეა, ბევრი ახალი პროექტი ნიშნავს ბევრ ახალ სამუშაო ადგილს. ამის შექმნისთვის დამფუძნებლები, მენეჯმენტი ფიქრობენ, რომ ეს აი თუნდაც მაგალითად შემიძლია გითხრა, რომ ზუსტად 2 წელიწადში კომპანიამ 65 სამუშაო ადგილიდან დღეს 130 თანამშრომელი მუშაობს რა. რომელსაც ეს ნიშნავს, რომ 130 ქართულ ოჯახში უზრუნველყოფილია ძალიან ბევრი რამე. თან ქართულები ისეთები ვართ, რომ 130 კონკრეტული, მაგრამ იმ ოჯახთან კიდე არის ადამიანები, ვისაც რაღაცა ყველაზე დიდი სიამოვნებაა შემიძლია აღნიშნო, რომ კომპანიამ გაზრდის საშუალება აქვს, იჯდება და ახალი პროექტები ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილს. ახალ სამუშაო ის ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ახლობლებს ძალიან ძვირფას ადამიანებს, რომელსაც პრობლემები აქვს გადასაწყვეტი ოჯახში, დაფინანსებს შემოსავლი, ახალი შემოსავლი გავაჩინეთ იმ ოჯახებში. ეს არის პირველ რიგში დამსახურება კომპანიის დაფუძნების დღიდან დღემდე 8 თანამშრომლით დაიწყო კომპანია რა. და 8 წელიწადში 130 და ჩვენ გვაქვს იდეები და გეგმები, რომელსაც უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნას შევძლებთ. ამას უნდა ჩავხრებდეთ და მართლა შესანიშნავი გუნდი მუშაობს, რომელსაც ამას ათვისმევერებს, რომ რა გასაკეთებელი და რა გავაკეთოთ შემდეგშიც, რომ კიდევ ერთხელ გავზარდოთ. ჩვენ გავზრდით სამუშაო ადგილებს, გავზრდით ახალ პროექტების ხარჯს. საარსებო მინიმუმზე გაცილებით მაღალი ხელფასი აქვს ჩვენს თანამშრომლებს. მე მინდა ბათუმის ოფისთან დაკავშირებით და იმ საგამოფენო დარბაზ და სასაწყობო მეურნეობის შესახებ ჩვენს რადიო მსმენელს უთხრათ, რომ ინფრასტრუქტურა მოვაწყეთ ისე, რომ თითქმის ერთი ფრანჯის პრინციპით არის მოსულებ ჩვენთან შეუძლია მომხმარებლობას შეუძლია
თან გადაიხადოს შეარჩიოს პროდუქცია კონსულტანტმა მართლა ღიმილით მაგარი ყურადღებით მოემსახუროს და შესაბამისად საწყობიდან იქვე ის სატრანსპორტო საშუალება შევიდეს და დაიტვირთოს და წაიღოს. დასავლეთ საქართველოს და კონკრეტულად აჭარაში, ქალაქ ბათუმში იქ შესულ ჩვენს მომხმარებლებს შეგვიძლია უთხრათ, რომ სუდამზად არის ბათუმის და თბილისის ნოვა საგამოფენო დარბაზები ჩვენი მომხმარებლისთვის კარი ღია და ღიმილით დახვდებიან და მოემსახურებიან. ბატონო მინურო, სატელეფონო ზარია მსმენელი გვირეკავს, ერთ-ერთი ყურსასმენი მოირგეთ. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. ანუ წყლის მილები და მონკანები მაქვს შესაძლებელი მთლიანად და თუ გაქვთ რაიმე ფასდაკლება ამ ეტაპზე თქვენთან კომპანიაში. მადლობა კითხვისთვის, ბატონო მინური გვიპასუხებს. მადლობა. თქვენ შეგიძლიათ სადაც მოსახერხებელი იქნება ჩვენს ოფისში ბათუმში იქნება თბილისში ვიბრძანდეთ და წყლის მონკანებზე დღეის მდგომარეობით გვაქვს ფასდაკლება და აქციის პროგრამებში შემოგთავაზებენ კონსულტანტები თქვენთვის სასურველ ფასში. უკვე გადაცემა დასასრულისკენ მიდის და თუ არის რამე ისეთი თემა, რაზეც გნებავთ განსაკუთრებული ყურადღება და თუ არა და მე უკვე უახლეს სამომავლო გეგმებზე თუ მოგვიყვებით. ყველაზე კარგი ის არის, რომ ჩვენმა კომპანიამ გასულ წელს დანერგა ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტი ISO 9001 და კომპანია დღეს მდგომარეობით იმართება ცივილურ მენეჯმენტის სისტემებზე დაწყობილ სტრუქტურით, რომელსაც ჩვენი პროდუქცია შეესაბამება და ასევე ჩვენი მომხმარებელს აი კეთილი განწყობით მოწოდებული სერვისით უნდა იყოს კმაყოფილი მოწოდებული სერვისით და ყველა იმ გამოწვევაზე პასუხი უნდა გასცეს, რაც რომის ბაზარზე ახალი სიახლეები იქნება დანერგილი და ჩვენ ამას ყოველთვის ფეხს აუდგამთ. ჩვენი კომპანიისთვის სიახლე ის იყო, რომ გასულ წელს საქართველოს ბანკთან ერთად დავიწყეთ განმადების სისტემა სამშენებლო მასალებზე. და სამშენებლო მასალების განმადებით გაყიდვის პრეცედენტი უკვე დამკვიდრდა და გასული წლისთვის საკმაოდ დიდი ფინანსური მაჩვენებელი შეგვიძლია დავასრულოთ, რომ ეს შედგა ეს პროექტი და გაამართლა. ჩვენ როგორც ბათუმში და ისევე თბილისის საგამოფენო დარბაზებში განმადებით შეუძლიათ 2 წლიანი უფრო ცოტა განმადებით საქართველოს ბანკთან ერთად უპროცენტო განმადებით შეუძლიათ მიიღოს ჩვენმა მომხმარებელმა მისთვის სასურველი პროდუქცია, ნებისმიერი პროდუქცია, რაც თქვენთან არის, ხო? საერთოდ ჯამი გაკეთდება ინვოისში თანხას და იმ თანხაზე გაიკეთება ესე. ჩვენ შევძლებთ, რომ 2015 წლისთვის ჩვენს პარტნიორებს და დილერების სისტემას რომელსაც დავიწყებთ, გეგმები გვაქვს, რომ 2015 წელს ეს ყველა საქართველოს ყველა დიდ რეგიონში, ყველა დიდ ქალაქში ნოვას პროდუქცია ჩვენს დილერების მეშვეობით იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი მსვენელებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, რა. შესაბამისად დილერებთანაც დავნერგავთ განმადების სისტემას საქართველოს ბანკთან ერთად და უბრალოდ იმ ფასში იმ ფასდაკლებით იმ აქციები განვითარდება გავრცელება ზუსტად იმ რეგიონებში, სადაც იქნება წარმოდგენილი ნოვას პროდუქცია. ანუ ეს ხელშეუწყობს იმას, რომ პროდუქცია რეგიონში გავიდეს დიდი რაოდენობით, ხო? თუნდაც გორიდან, თუნდაც თელავიდან ჩამოსვლა და აქ ნოვას საგამოფენო დარბაზში ყიდვა ზუსტად იმ ფასში არ ხარჯვა, იქვე მივა და აიღებს იმ პროდუქციას ისთვის რაც მას ჭირდება და სურს. ანუ როგორც იკვეთება მომავალი წლის პირველი გეგმა უახლესი არის ამ განმადების სისტემის განვითარება. ჩვენი არის გეგმა არის რომ თანამშრომლები და გუნდი იყოს მომზადებული იმისთვის რომ ყოველთვის ჩვენთან მოსულმა კლიენტმა იგრძნოს რომ ის არის ჩვენთვის ვიფასი, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და იგრძნოს რომ ჩვენ გვაქვს ნამდვილად ხარისხიანი სამშენებლო მასალები და ნამდვილად პირველები ვართ ამ სფეროში დაკიდებით. ასაგებია, დიდი მადლობა. 8 წელი პატარა არ არის და ამ 8 წლის განმავლობაში თქვენ უკვე მოახერხეთ ის, რომ ხართ უკვე მრავალპროფილური და მრავალფეროვანიც, იმიტომ რომ ბევრ რამეს სთავაზობთ მომხმარებელს. წარმოებაც, ექსპორტიც, იმპორტიც. შევძლოთ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი, უფრო მეტი შენატანი ბიუჯეტში, უფრო მეტი კმაყოფილი კლიენტი გყავდეს. რაც ჩვენს წარმატებას შემდეგში უფრო განაპირობებს, რომ ჩვენ შემდეგ სხვა ახალი პროექტებზე დავიწყოთ ფიქრი და ზრუნვა. განსაკუთრებულად გულშემატკივრობთ, რომ ქართული დამზადებულია საქართველოში წარწერით, რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი პროდუქცია და რაც შეიძლება მეტი არქივანის საშუალება მივცეთ ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიით, კარგი და უნარჩვევებით აღჭურვილი თანამშრომლები დაამზადებენ ნოვაში საუკეთესო ხარისხის სამშენებლო მასალებს. 2015 წლის სიახლე ის იქნება, რომ აგლაძის თბილისში, აგლაძის 45-ში იქნება თანამედროვე როგორც ბათუმში, თანამედროვე საგამოფენო დარბაზი, სასაწყობო მეურნეობა და ინფრასტრუქტურა აწყობილი. ეს იქნება ჩვენი გეგმა 2015-ში. პირველი
წლის პირველ ნახევარში ამას უზრუნველყოფთ და მოგიწევთ აღონისიებაზე. აუცილებლად გეწევით. მოდით მაშინ ვისარგებლოთ ამ დროით. იწურება ჩვენი დრო, ახალი წელი მიულოცოთ რადიოს ფენელს და ვთქვათ ის, რომ ვსაუბროთ მაღალ ხარისხზე, კარგ ხარისხზე, კარგი პროდუქციის მიწოდებაზე და კარგი პროდუქცია იაფი არ არის. და ვისურვოთ, რომ მომავალი წლიდან ქვეყანაში ისე დაალაგდეს სოციალური მდგომარეობა მოსახლეობისა, რომ თავისუფლად ხამრის შემოჭერის გარეშე შეძლონ თავიანთი ფინანსური მაღალი შემოსავლით ხარისხიანი პროდუქციის შეძენა და ქვეყანა ზოგადად უფრო მეტად განვითარდეს. მოკლედ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მეც გადაგიხდით დიდ მადლობას. ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება 2015-ში, ამაში იყავით დარწმუნებული. ჩვენ ზადრო ვითანამშრომლოთ. დამდეგშობა ახალ წესრიგს სულად საქართველოს თქვენს რადიოს ვენოდებს თქვენ შემოქმედებით ჯგუფს და მინდა რომ 2015 წელი უფრო გაუკეთესო გამართლების, გამარჯვებების და სიკეთის და სიხარულის წელი ყოფილიყოს. დიდი სიყვარულის წელი ყოფილიყოს და ერთად აუცილებლად ძალიან ბევრ ამას გავაკეთებთ ჩვენს ერთად ვიქნებით. პატარა საჩუქარი წამოგიდეთ და დიდი მადლობა. მინდა გადმოგცეთ კომპანია ნოვას სახელობის სპეციალური ჩამოსმით ქართული ვინო არის. ნოვას ეტიკეტი ეს დამზადებულია 2015 წლის საუკეთესო მეგობრებისთვის. დიდი მადლობა რომ ამ სიაში საუკეთესო მეგობრების სიაში ჩვენც ვართ და ეს ჩვენი კალენდარი იქნება ყოველთვის გადაფუცლად გაგასაგებით. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის მადლობა, გადაცემა ნოვა მომავალ კვირასაც იმედი მაქვს რომ გავა ეთერში თუ მოვასწრებთ ამ წელიწადს დროებით. პროფესიონალური რჩევები და მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარება. გადაცემა ნოვა. მათთვის, ვინც დაკავებულია რემონტითა და მშენებლობით, თქვენს აქტუალურ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში პროფესიონალები უპასუხებენ. ნოვა. დაზოგეთ დრო, იყიდეთ ხარისხი.